ისე აი მაგთაობის ლოკომოტივის მორაგბეებს რატო არავის არ გახსენებია რომ თქვა მემუარების ტიპის ლოკომოტივზე დაეწერა, იმიტომ რომ 70-იან წლების ლოკომოტივის ამბები ფაქტობრივად ლელოში დაწერილი ამბებია მარტო. ისიც ხო, ისიც ცენზურა გამოვლენილი. ხო, ძნელი ის იყო, მან ბევრი კაი ამბავი არის რა, თვითონ ლოკომოტივი მე ელმავალი როგორ გადაარქვეს, იმიტომ რომ მოხსნეს უმაღლესიდან და რა ჩალიჩი მიდის იქ რო ეს იყოს თვითონ ამ პინგვინების ჩამოსვლა, მე როგორი რაღაცა იცი, აი 73 წლის სეზონია თუ არ ვცდები, ეს შეიძლება მეშლება, ეს არის ძალიან საინტერესო არის პინგვინების ჩამოსვლის შემდეგი სეზონი რა, როგორი რაღაცა იცი, ყველას მოუგებენ VV-ას, რომელიც ამ დროს არის სუპერის და წააგებენ მოსკოვის ლოკომოტივთან თუ არ ვცდები და ანგარიშებს რომ დავხედე მამაშინ თუ მამა მეთქი ეს როგორ თავიდანვე ოლეგ ლიპარტელიანი გაგვიგდესო, მე ის გაგვიგდო, მე ეს ანუ ძალიან ბევრი მაგარი ხა ის საერთოდ ის დრო და ის პერიოდი აი ეს რაგბი რო პროფესიული არ არის, მაგრამ როგორც საბჭოთა კავშირში თითქოს ჩუმად პროფესიულია თუ არ არის, ძალიან საინტერესოა და სავსე არის აი ძალიან მაგარი ისტორიები და ხა მაგას არ ვიცი, ალბი მედი მაქვს რომ იქნება მე დაწერს. გივი მრელაშვილმა დაწერა, ანუ ძალიან საინტერესო წიგნია. აი ეს მომენტი ხო განსაკუთრებით ჟაკ ასპეკიანი რომ ვეღარ მოითმეს და რეპატრიანტას იმაში რა ქვია აქ რო იწყებს ყვირილს რო იქ ციხეში ჩაგანიდეს ეს ქვეყანა ციხე არ არის აუ ძალიან მაგარი ის არის რომ როგორ გამოიყვანეს წყობიდან რომ წარმოიდგინე ახლა აქ ასპეკიანის აქ ჩამოსვლას როგორც ამობენ რა განაპირობებს რომ ეგ ხო სომხეთში არის და აქ არის ამიერკავკასიის რეპატრიანტთა საბჭო, ანუ თუ ვინმე უნდა დაბრუნდეს, აქ უნდა განიხილონ და აქ ჩამოდის და დადის სუიკ და ერთხელ წაყვება ბატონი გივიცი. და ჟაკო ისედაც ფიცხი კაცი იყო და ეტყობა ყელში აქ ამოსული და იქ დაიწყებს და მოაწყობს წივი ყვირილი რაღაც და იქ ეტყვიან რომ ციხეში ჩაქსავთო და ეს აღარ დაიხევს უკან და ეს ქვეყანა რა ციხე არ არის და ეხლა მაშინ წარმოიდგინე მაგისი თქმა როგორ არ დაიჭირეს? არ ვიცი ხო, ეხლა მაინც უკვე სტალინი მკვდარია.